ძირფასო მაყურებლებო, ძირფასო ექიმებო, გემრიელი მომენტი დგება ახლა ჩვენს გადაცემაში. მინდა გითხრათ, რომ როგორც ირკვევა, ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცი არის ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტი დედამიწაზე. ანუ ყველაზე მეტ ადამიანს უყვარს ქათმის ხორცი. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ქათამზე, აი პირველი უცებ რა გახსენდებათ? ქათმის ფრთები, მე ვგიჟდები ქათმის ფრთებზე. შემწვარი ქათმის ფრთები, რაღაც კარგი соусით, ისა ცხარე, ტკბილ ცხარე. მე მახსენდება მაგალითად ქათმის ბარკალი. მართალია, ქათმის ფრთა, ქათმის ბარკალი არის ყველაზე ხშირად, ასე ვთქვათ, დასახელებული ნაწილი ქათმის ხორცისა. ფილე უყვარს ძალიან ბევრს და ფილეს დღეს ძალიან დიდი მოხმარება აქვს, მით უფრო ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასათანადო ყურადღება ექცევა კონკრეტულ ადგილებს და ნაწილებს ქათმის მთლიანობაში. მოყევი ხარ, პირველი რას იღებ? კუჭს. მეც. და სახში არავინ არ ჭამჭემ გადა. რატო? იცი რომ არიციან. მე მეგონა არიცოდნენ, როგორი კარგია და გემრიელია. ძალიან გემრიელია. ჩვენ ძალიან კონკურენტები ვართ ლევან, ვიცი შენ რაც გიყვარს. და ზუსტად ამაზე მინდა ვისაუბრო. არასათანადო ყურადღების ქვეშ ექცევა ქათმის კუჭი, ქათმის ღვიძლი. მოდი ვისაუბროთ მათ სასარგებლო მხარეებზე. თქვენ ღვიძლი მომეცით და მე კუჭს დაგითმობ. ლევან კუჭს ვერ დაგითმობ. მოდი თქვათ ახლა სასარგებლო თვისებები, სანამ კუჭმაც დააბაქუც მაცებდე. თიკამ, მოდი ღვიძლი დავიწყოთ. კუჭს შემოვინახავ ბოლოსკენ. ერთი ცალი ქათმის ღვიძლი დაახლოებით 63 კილოკალორიას შეიცავს. ერთი ცალი ქათმის ღვიძლი შეიცავს ცხიმებს. ამ ცხიმებიდან მცირე რაოდენობით არის ქოლესტერინი, ამიტომ ბალანსირებული დიეტის დროს თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ღვიძლი. თიკა, ასევე მინდა გითხრა, რომ ქათმის ღვიძლი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში ფერმენტულ ცვლაში, როგორიცაა თუთია და ასევე ისეთ სასარგებლო ნივთიერებას, როგორიც არის რკინა. ეს თუთია და რკინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის. მაგალითად, მამაკაცებს ჭირდებათ დღეში 8 მილიგრამი რკინა, ქალბატონებს შედარებით მეტი და ეს არის 18. აბა, ანუ რამდენია? 100 გრამ ღვიძლში არის 10 მილიგრამი რკინა. 200 გრამი მჭირდება. მე ორჯერ მეტი უნდა ჭამო. ანუ მითმობ ღვიძლს რეზობოდიში, მე მჭირდება ღვიძლი. ანუ მე თავიდან სწორად დავიწყე, რომ ღვიძლი მიყვარს ყველა. ორჯერ მეტი. ცუდი რო არ იყოს, ყველაფარ მეყარებოდა. მოკლედ აქვე გეტყვით იმას, რომ ქათმის ღვიძლი ზოგადად ვიტამინების წყარო არის. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება B-ჯგუფის ვიტამინები, B-ჯგუფის ვიტამინებიდან B12 ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თავის ტვინის და ზოგადად ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის. ასევე მოგეხსენებათ, რომ B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ანემიას, კერძოდ მეგალობლასტურ ანემიას. ასევე გეტყვით იმას, რომ ქათმის ღვიძლი დიდი რაოდენობით შეიცავს B7 ვიტამინს, ბიოტინს, რომელიც სასარგებლოა, ლევან ჩვენ გვეხება თმების ზრდისთვის და ფრჩხილების. მე რატო არა? მოდიკა, რაც გადავედით ღვიძლით კვებაზე ქათმის, მე და გაგიხშირდათ თმები? თმები. ხშირდება და ხშირდება თქვენი თმის საფარი. თიკა, ასევე მინდა გითხრა, რომ 100 გრამ ქათმის ღვიძლში ჩვენთვის საჭირო დღიურ ნორმაზე 3-ჯერ მეტი ავიტამინი აქვს. წარმოგიდგენია? ასევე ქათმის ღვიძლში შედის ყველა ის ცილა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს მჭირდება. როდესაც ვლაპარაკობთ ქათმის ღვიძლზე და მის ბიოლოგიურ აქტიურ ნივთიერებებზე, როგორიც არის ცილა, როგორიც არის B-ჯგუფის ვიტამინი, როგორიც არის A ვიტამინი, რკინა და თუთია და ასე შემდეგ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისთვის. ამიტომ პედიატრთან შეთანხმებით სასურველია, რომ ის მოხდეს ბავშვის ორგანიზმში. გასაგებია. იქიდან გამომდინარე, რომ ქათმის ღვიძლი, ზოგადად ღვიძლი არის საკმაოდ ცხიმიანი, ამიტომ გვირჩევენ, რომ ნაკლებ ცხიმში ან სულაც უცხიმოთ მომზადებულ იქნას ის, რადგან არ იყოს ძალიან გადატვირთული. თუმცა ასევე უნდა ვთქვა ის, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ სრულიად ნორმალურია, რომ დაბალანსებული და ეს თქვა სწორი კვების პირობებშიც ჩართოთ ღვიძლის მოხმარება თქვენს რაციონში, სწორედ იმ კარგი თვისებების გამო, რომელზეც ჩვენმა ექიმებმა ისაუბრეს. ახლა გადავინაცვლოთ უკვე ჩვენ საყვარელ მეორე პროდუქტზე, რომელიც არის კუჭი, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატით და რაღაცა ფაქტორით, აი რაღაცა კაი
ხრაჭუნებელია. საგემოვნო რაღაც კაი მობრაწულია, ისე მიყვარს. მომიყევი ლევან კუჭის ამბავით. ქათმის კუჭი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, კინა, თუთია. აქაც ყოფილა რკინა. C ვიტამინი და მაგნიუმი. ხედავ რა კარგია. ანუ კომპლექტი მენდელევის პერიოდულ სისტემაში შედის ქათმის კუჭში. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით, ცოტა გავცდეთ საქართველოს ჩვენს კუჭმაჭს გავცდეთ და ვარიაციები გავიგოთ როგორ შეიძლება კუჭის ესე ვთქვათ კუჭის კუჭმაჭი. არა, კუჭის მომზადება. ჰაიტსა და სამხრეთ აზიაში, ესე იგი, ეს კუჭი იწვება შამპურზე, ძვირფასო მეგობრებო. არ გამიგია სხვათა. და ესეთი კუჭის კვების ნაწილიც არის, რა. აი street food-ია ერთგვარი ეს შამპურზე წამოცმული კუჭი. ხოლო რაც შეეხება მექსიკას, იქ თურმე წვნიანს ამზადებენ კუჭისგან. აი ნახე შამპურზე წამოაცვეს კუჭები და აი ესე შეჭამ. ძალიან მაგარია. როგორ შეჭამ? ხრაშუნით. ვერ დაგიხმავდი. ძალიან ბევრია რას ვერ დამითმობდი. 6 არის შამპური. რა სიძახი, ლევან, 6-ვე შეჭამდი? არა. 2-ს მაქსიმუმ. 1-ს. ხედავ რა მოგზალებული ხარ, ანუ 6 კაცია. კუჭენ მოგცემდი აუცილებლად. 5 ვერც მე ვერ. კუჭია ყველა და მოგეთ შემდეგ შეკრებაზე ეს გავაკეთო, კაი. აჯიკა შენზეა თიკა. მე ხომს ჩავზე. ერთ წამს მითხარით, ეხლა წვნიანი როგორ გამოიყურება, მოდი შევხვდეთ მექსიკური წვნიანი კუჭისგან. აბა გენაცვალე, აი ესეთი საინტერესოა. თუმცა სხვადასხვა ვარიანტებათაც შეიძლება მომზადეს ქათმის კუჭები. ვთქვათ ის, რომ საკმაოდ დაბალკალორიულია, ამიტომ თამამად შეგვიძლია მომამზადოთ. შეიძლება იყოს მოხარშულიც, შეიძლება იყოს ტაფაზე მობრაწული ცალკე. შამპურის ვერსიაც აქ განვიხილეთ. მექსიკელები უბრალოდ ჰაიტის შემთხვევაში მომეწონა მე ვარიანტიც. ხო, კუჭმაჭი მიყვარს ძალიან. კუჭმაჭი შეიძლება იყოს ცხელი, კუჭმაჭი შეიძლება იყოს ცივი. ეს ცხელი კუჭმაჭი რატო დამევიწყეთ? ფონდრით. დედა რა კარგია. მე გეტყვით, აი უმარტივესად იწვება ტაფაზე. თუ გინდა ერთად ჩაყარე კუჭები და ხვიძლები, იქვე ჩადგი ხომი. იცი როგორი კარგი და გემრიელია, ხალხო გაგიჟდებით. ერთ ძალიან გატაცებული ვიყავი ამ კერძით და მარტივის იყო და თან ჩემი საყვარელი და თან მთელი ხიბლი რაში იყო, იცი რომ მთელი ბავშვობა ხო ერთი ქათამი იწვებოდა სახში და იმ ერთ კუჭზე იყო დიდით ეს არა ქვია. კაციობა და ახლა რამდენი კუჭიც გინდა, იმდენი შეწივით რომ არსებობს სალკე შეფუთვაში მყოფი მხოლოდ კუჭები ან მხოლოდ ხვიზლები ან ერთად ორივე. გამარტივდა ყველაფერი, რა კარგი აღარ ველოდები არავის რომ დამითმოს და დამიტოვოს კუჭი. ეზოში დადის ერთი ქათამი და დავკალით აღარა. აღარ. ნამდვილად, აი ნოსდეს აქ ეს შეფუთვა ცალკეული, რომელიც აქ გვიდოს სხვათა შორის და შეგიძლია მარტივად გადაჭრა ეს ამბავი. თიკა სხვათა შორის როგორ წეგან ღვიძლზე საუბრობდი და ვახსენე ბეჯგუფის ვიტამინები, ასევე კუჭი ძალიან მდიდარი ყოფილა ბეჯგუფის ვიტამინებითაც, ასევე ამ ვიტამინების გარდა მდიდარია ფოსფორით, რკინით, თუთით და ასევე გეტყვით იმას, რომ ერთი ჯამი ქათმის კუჭი უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ცილების 80%-ით. იცოდი შენ? არ ვიცოდი და თანაც თუ წონის კლება გსურთ, ცოტა ხანი ღვიძლი დაივიწყეთ და კუჭზე გააკეთეთ უფრო მეტი აქცენტი, რადგანაც ის ბევრად უფრო სუბუქია თავისი ხასიათის გამო, თუმცა ნივთიერებები აქვს დაახლოებით იდენტური, ხო? და წონის კლება ახსენე, ვისაც სურთ წონის კლებასთან ერთად კუნთების მასის გაზრდა, აგერ თავისუფლად შეგიძლიათ კუჭის მირთმევა, იმიტომ რომ კუნთებისთვის აუცილებელი საშენი მასალების 80% ყოფილა. მორჩა. ნამდვილი ნატურალური, ესე ვთქვათ, ჩანაცვლება მოვიფიქრე შენ.